გორიმეჯურის ხევის გზა ბერბუკი ხურვალეთის მონაკვეთი. ადგილობრივების თქმით ეს არის ადგილი, სადაც ავარიები საკმაოდ ხშირად ხდება და უმეტესობა ფატალური შედეგებით სრულდება. ხელთუბნის და ბერბუკის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამის მიზეზი გარე განათებების არარსებობაა და პრობლემის აღმოფხვრას ხელისუფლებას თხოვენ. გეგმავს თუ არა ხელისუფლება მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებას, ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. გორიმეჯურის ხევის გზა ბერბუკის მონაკვეთი. ეს ის ადგილია, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდება. მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულ გზაზე ავარიები ფატალურად ხშირ შემთხვევაში ღამის საათებში სრულდება, რადგან გზის ეს მონაკვეთი ჩაბნელებულია და მანქანის მძღოლების თვალთა ხილვადობა დაბალია. ისინი ხელისუფლებას გზის განათებას სთხოვენ. ძალიან ხშირია ავარიები, ძალიანა. ამ წინაზე კაცი გაიტანეს. მერე მანქანები ამოტრიალდა. და აუცილებელია გზის განათება, აუცილებელი. დაჟე აი აქეთაც გვინდა განათება, აი აქეთაც. რა თქმა უნდა განათება კარგი იქნება, ზოგი ფეხით ფერის ღამე, ზოგი ისა და ვერ ახედავენ, მე წელიწადში 2 ადამიანი დაეყოფა. რა თქმა უნდა საჭიროა განათებები. გაკეთდეს, ყველასთვის საჭიროა, ტოლვილებისთვისაც და ისე მოსახლეობისთვისაც. ხშირია აქ შემთხვევები, რომ ძალიან სწრაფად დადიან მანქანები და ავარიები ხდება. ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემის მოგვარების მიზნით ფიქრობს, რომ გარდა გარე განათების სისტემის მოწყობისას საჭიროა მწოლიარე პოლიციელები დამონტაჟდეს. ისინი ამბობენ, რომ სიჩქარის შემზღუდველობის არარსებობის გამო ხშირია მძღოლების დაუდევრობის ფაქტები. ცოტა უნდა იყოს გადათვლილი გზებზე, რომ 1 მეტრაში, 40 მეტრაში იყოს, რომ მანქანამ დელა გაიაროს. ძალიან სწრაფადაც დადიან და აი ბუგორებიც უნდა მანდა. მანქანა მოდიოდა, უნდა შემოეხვია მანქანასა და აქედან უკნიდან მომავალმა ესე გადაუჭრა გზა იმასა მანქანასა და მოხდა ავარია. ბავშვს დაეჯახა, სკოლიდან მოდიოდა. ხო და გადარჩა სიკვდილს. სასაფლაოს მხარეს გადაისროლა ეს ისა გოგოი და შემთხვევით გადარჩა. სიკვდილის პირამდე იყო მისული. მშობლები უხვდებიან, თორე ბავშვები ვერ მომლესახლავდნენ. ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მოსახლეობის მტკიცების მიუხედავად მერიაში ამბობენ, რომ მათთვის არავის მიუმართავს და იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა უწყებაში წერილს შეიტანს, ისინი ბერბუკის გზაზე მწოლიარე პოლიციელებისა და ლამპიონების განთავსების საკითხზე იმსჯელებენ. მოსახლეობას ამაზე არ მოუთხოვია, არ განცხადება შემოსულა ამისთან დაკავშირებით, მაგრამ ვაპირებთ ამაზე მუშაობას და როგორც ემართება საშუალება დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობას. ანალოგიური გავაკეთეთ კარალეთის მიმართულებით, იგივე სიტუაცია იყო კარალეთის მიმართულებით და გრძელდება კიდევ როგორც იცით, წელს დაემატება კარალეთის მიმართულებას და განვიხილავთ ასევე მაგ მიმართული ხელთუბნის მიმართულებისაც გზასაც. და უახლოეს დროში ალბათ უკვე წარმოვადგენთ პროექტსაც და დაფინანსების ხარო მოიძიება თუ არა, ამ შემთხვევაში დავიწყოთ სამუშაოს. გზაზე, რომლის განათებასაც მოსახლეობა ითხოვს, ბოლო დროს 3 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 3-ვე ფატალური შედეგით დასრულდა.